რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. Fox News-თან ინტერვიუში მარკო რუბიო ამბობს, რომ ტრამპი პუტინით იმედგაცრუებულია და რომ მასთან კარგ სატელეფონო საუბრებს არაფერი მოაქვს. რუბიო აცხადებს, რომ ტრამპს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს. თბილისში 33 წლის კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მას დაზიანებებით ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა. დაკავებულია 30 წლის კაცი, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება განზრახ-მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გვიან ღამით უკრაინელებმა რუსეთში ვოლგოგრადის ოლქში ელექტროქვესადგური კამიკაძე დრონებით დაბომბეს. სადგურს ცეცხლი გაუჩნდა, საჭირო გახდა ვოლგოგრადის აეროპორტის დახურვაც. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების Su-27 ტიპის სასწავლო საწვრთნელი ავიაგამანადგურებელი განადგურდა კრასნოდარის აეროდრომზე. სპეცოპერაცია უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა. ქართული ოცნების წევრები ჩინეთში არიან. გია ვოლსკი, ნიკოლოს სამხარაძე, მარიამ ლაშხი, შოთა ბერეკაშვილი, გელა სამხარაული ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის წევრებთან და კონგრესთან შეხვედრებს მართავენ. ოცნების ინფორმაციით ვიზიტის მიზანი ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარებაა.